სიმაღლეში ზრდისთვის გაზაფხული და ზაფხული ყველაზე საუკეთესო სეზონია. გასაგებია რომ გასათვალისწინებელია გენეტიკური ფონდი, ხო, ბუჩქი ხე არ უნდა გახდეს. ასაკი და გოგონები უფრო ადრე წყვეტენ ზრდას. და აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ აირჩიოთ ძალიან ფიზიოლოგიური გზა ამისთვის, ხო? ეხლა ძალიან ხშირად რომ მეტყვია ხოლმე, ან შემავსებელი მივცე ბავშვს რომ სიმაღლეში გაიზარდოს. რასაკეთებ თუ ზარმაზარი ალბათობით შიგნით პარაზიტები არიან და მათ აჭმევთ ამ შემავსებლებს. ეხლა ყავს გავისტუმრე, ახალგაზრდა სპორტსმენი ბიჭია, რომელმაც 1-21 დღიანი ანტიპარაზიტული გაიარა წმენდა და 3 სანტიმეტრზე მეტია ზრდა. ეხლა მეორე 21 დღიანს გავივლით. მე შემავსებლებზე გადავალთ სრულფასოვანად უნდა ცილოვანი კვება, ვიტამინები, მინერალები, უჯერი ცხიმშავები, ანუ ყველანაირად შევავსებთ ორგანიზმს და ძალიან ვიმეორებ, ნატურალურად, ფიზიოლოგიურად გაჯანსაღების გზით მოხდება ზრდა.